მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს დასუტივიზე, თქვენთვის მარიკა კიკალია მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. თქვენ აღმატებულება მთელი საქართველოს შეძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთა ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დაერებს გვაერთიანებს. ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შოკის მომგვრელი ტრაგედიის გამო საფრანგეთს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დაერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს უპირველეს ყოვლისა საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორე მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების ტერორიზმის წინააღმდეგ, აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში, გთხოვთ ნუაყვებით პანიკას, ნათქვამია განცხადებაში. საელჩოში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე დელონემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ტერაქტების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. საქართველოსა და კავკასიაში პირველი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და ასე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა. მათ შორისაა გამოფენა სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა თავადაც მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპერიმენტებში. გამოფენაზე ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მეცნიერული თამაშები, ვიქტორინები, სამეცნიერო პოპულარული ლექციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემები და პროექტები წარმოუდგინეს. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმართება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში. ჩვენ თავიდანვე გვქონდა მიზნად დასახული, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე სტუდენტი მოგვეზიდა, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მათთვის გასაგებ, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე ხდება ყველაფრის ახსნა, რომ მათი დაინტერესება მეცნიერებაში ნამდვილად, ასე ვთქვათ, განხორციელდეს. კარგია, რომ დავიწყეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელიწადში ერთხელ ტრადიციულად ჩვენ გავმართავთ ასეთ სამეცნიერო კვირეულს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ბავშვს და ბევრ ახალგაზრდას ექნება საშუალება, რომ მოვიდეს, ფიზიკურად ნახოს, თავისი თვალით ნახოს, რა არის, როგორ არის, რა აინტერესებს, რა არ აინტერესებს. კარგია, როდესაც სტუდენტები არიან ჩართულები და თქვენ ხედავთ უნივერსიტეტებიდან წარმომადგენლებს, რომ ისინი მუშაობენ უკვე სკოლის მოსწავლეებთან იმისათვის, რომ ასევე მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნა ყველაფერი მათთვის საინტერესო თემები. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება. შესაბამისი წერილი ამის შესახებ ექს-პრეზიდენტს უკვე ჩაბარდა. წერილის ჩაბარებიდან 4 კვირის ვადაში მან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა წარადგინოს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას დეკემბრის პირველ რიცხვებში წარუდგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ის უკვე თავად მიიღებს. 15 ნოემბერს 15 საათზე თბილისში 26 მაისის მოედანზე ვისოლ ჯგუფი მსოფლიოში ვენდის ყველაზე დიდ რესტორანს საქართველოში ოფიციალურად გახსნის. როგორც ცნობილია, ვენდის დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნება. გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად 15 ნოემბერს დაიგეგმა ამერიკიდან ვენდის წარმომადგენლები დაესწრებიან. 15 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენდის პირველი რესტორნის გახსნას უკავშირდება. 46 წლის წინ 1969 წლის 15 ნოემბერს დეივ ტომასმა ვენდის პირველი რესტორანი გახსნა. ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც 2012 წელს მიიღო ფრანჩიზის უფლება ვენდის კომპანიისაგან რესტორნების ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანში განვითარებისთვის, ნათქვამია განცხადებაში. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. როგორც როიტერი იტყობინება, პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა. წყაროს ცნობით შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკალში როკ კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ეროვნულ სტადიონზე შეტევა ორჯერ განხორციელდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. საფრანგეთში ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად 8 ტერორისტი დაიღუპა. როგორც CNN-ი პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, აქედან 7-მა თავი აიფეთქა. პარიზის პროკურატურამ გუშინ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმთან დაკავშირებული მკვლელობის მუხლით აღძრა. როგორც BBC იტყობინება, ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება 6 შემთხვევასთან დაკავშირებით ტარდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ უმოწყალო იქნება. გამოშვებას კულტურის სიახლეებით განვაგრძობთ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თბილისის ბაროკო ფესტივალი გაიხსნება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ამიერკავკასიაში პირველად თბილისის ბაროკო ფესტივალი ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ბახის, სკარლატისა და ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება. 13 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მხატვარ ჯემალ ხუციშვილის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მხატვარი ჯემალ ხუციშვილი და კატალოგზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელები გაუძღვნენ. გამოიცა ჯემალ ხუციშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი 150 გვერდიანი კატალოგი, რომელშიც მხატვრის სრული შემოქმედებაა შესული. ჯემალ ხუციშვილი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისი პერსონალური გამოფენები იმართებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში, როგორიცაა პარიზის თანამედროვე მხატვრების მუზეუმი და ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეა. ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, ახლა ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით.